ანტარქტიდის გაყინულ სამყაროში ოკეანედან 60 მილზე მეტი დაშორებით ნახავთ ათასობით იმპერატორ პინგვინს, რომლებიც სიბნელეში ერთმანეთთან ახლოს დგანან. შვიდად ისინი თითქმის არ მოძრაობენ, მაგრამ თითოეულ მათგანს აქვს კვერცხი, რომელსაც იცავს, რადგან ის შეიძლება რამდენიმე წუთში მოკვდეს ფუყინულზე დაეცემა. ამიტომ ისინი ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგანან, შიერებით, აღლილები, თითქმის აღარ აქვთ ძალა, მაგრამ მაინც უნდა გაუძლონ შომ შემდეგი თაობა გადარჩეს. თუ დაფიქრდები, ეს თითქმის შეუძლებლად გეჩვენება. არც ერთი ნორმალური ცხოველი არ უნდა გადარჩეს ასეთ ადგილას. არც ერთი ფრინველი ან ძუძუმწოვარი ვერ გაუძლებს თითქმის 4 თვეს უჭმელად, როცა ყინულივით ქარი ქრის, თითქოს ქარიშხალია. მაგრამ სწორედ ასეთ ცხოვრებას ირჩევენ იმპერატორი პინგვინები. და აქ იწყება მათი უჩვეულო ისტორია. მაგრამ ეს სცენა მხოლოდ მცირე ნაწილია იმ დიდი ციკლისა, რომელსაც ისინი ყოველწლიურად იმეორებენ. ეს მათი გადარჩენის მოგზაურობაა, რომელიც ათასობით მილს მოიცავს და ამაში მათთან ერთად მონაწილეობენ პინგვინების კიდევ 6 ძირითადი სახეობა. და ეს ყველაფერი ხდება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ეკოსისტემაში. ადგილას, სადაც არც ერთი ხეა, ადგილას, სადაც მცენარეები არ ხარობს, არ არიან ხმელეთის მტაცებლები. და წლის ნახევარი მხოლოდ სიბნელეა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველწლიურად 12 მილიონზე მეტი პინგვინი ბრუნდება აქ, რომ გადარჩნენ. ისინი დადიან ყინულზე, სრიალებენ გაყინულ მიწაზე და ძალიან შორს ცურავენ, მხოლოდ იმისთვის, რომ დაბრუნდნენ იმავე ადგილას, რომელიც გასულ წელს დატოვეს. ეს არის ისტორია ერთ-ერთ ყველაზე რთულ გადარჩენის რუტინაზე, მთელ მსოფლიოში. ამას აკეთებენ ფრინველები, რომლებიც ვერ ფრენენ ცაში, მაგრამ ზღვის ქვეშ ისინი თითქმის შეუდარებელნი არიან თავიანთ ოსტატობაში. ამ ვიდეოში ჩვენ მივყვებით მათ, პინგვინების მთელი წლიურ ციკლს. სანამ დავიწყებთ, გთხოვთ მოიწონოთ და გამოიწეროთ ეს ვიდეო. ეს ჩვენთვის, კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობთ. და ახლა დავიწყოთ. ჩვენ ასე ვხედავთ გაყინულ კონტინენტს, რომელიც თითქმის კლავს მათ. სიამდვილეში ანტარქტიდა ჰგავს გიგანტურ უდაბნოს, რომელიც უბრალოდ ყინულით არის დაფარული. ეს არის ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწაზე. მხოლოდ ყინულია, რასაც ხედავ. კონტინენტის სიღრმეში წელიწადში 2 დუიმზე ნაკლები თოვლი მოდის. და რაც უცნაურია, თითქმის არაფერი დნება. ამის ნაცვლად თოვლი ნელ-ნელა გროვდება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ის უბრალოდ იკუმშება და მყარდება. საბოლოოდ კი ხდება უზარმაზარი ყინულის ფენის ნაწილი, რომლის სისქეც თითქმის 2 მილიას აღწევს. ზამთარში კი იქ ნორმალურია ტემპერატურა დაახლოებით -40 ფარენჰეიტი, მაგრამ პრობლემა მხოლოდ სიცივე არაა, უფრო საშიშია ქარი. ხშირად მისი სიჩქარე 60 მილიაზე მეტს აღწევს საათში. ამის გამო სიცივის შეგრძნება თითქმის -100 ფარენჰეიტამდე ეცემა. ასეთ პირობებში დაუცველი კანი შეიძლება გაიყინოს 2 წუთზე ნაკლებ დროში. მაგრამ იქ მხოლოდ ამინდი არაა პრობლემა, არამედ თვითონ ყინულიც. ის არ ჩერდება მოძრაობაში. მუდმივად იშლება, ბზარავს და იცვლება სეზონების შეცვლისას. ამის მიუხედავად აქ ყინულის სხვადასხვა ტიპი არსებობს. ერთ-ერთს სანაპირო ყინული ეწოდება. ეს არის ყინული, რომელიც უშუალოდ ანტარქტიდის სანაპიროსთანაა მიმაგრებული. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის შეიძლება მოულოდნელად გაქრეს სულ 1 წლის განმავლობაში. ამ დროს კი ეს არის მცურავი ყინული, ის მუდმივად ერთ ადგილზე არ არის. ამის ნაცვლად ის მუდმივად მიედინება ზღვის ძლიერ დინებებთან ერთად. ასევე არსებობს აისბერგები. ეს არის ყინულის დიდი ნაგლეჯები, რომლებიც მყინვარებიდან წყდება. და ისინი ნელ-ნელა მიიწევენ ჩრდილოეთისკენ, სანამ თბილ წყლებში არ დადნებიან. ანტარქტიდაზე თითქმის არაფერი არის ნამდვილად სტაბილური. ყველაფერი მოძრაობს, ყველაფერი იცვლება. და ამ ქაოსურ სამყაროში, სწორედ აქ ირჩევენ პინგვინები ცხოვრებას. სიამდვილეში აქ მდებარეობს ყველაზე დიდი პინგვინების კოლონიები მთელ პლანეტაზე. მხოლოდ იმპერატორ პინგვინებს შეუძლიათ ერთად შეიკრიბონ და ერთ ადგილას 10,000 ფრინველი იყვნენ. და როცა მათ უყურებ, ნამდვილად დაფიქრდები, როგორ შეიძლება აქ ვინმე ცხოვრობდეს. ეს ისეთი ადგილია, სადაც თითქოს არც ერთი არსება არ უნდა ცხოვრობდეს. მაგრამ პინგვინები მაინც რჩებიან. ეს იმიტომ არაა, რომ გაუმართლაც, არამედ იმიტომ, რომ ევოლუციის ძალიან გრძელი პერიოდის განმავლობაში მათი სხეული ნელ-ნელა ჩამოყალიბდა, რათა გადარჩენილიყვნენ. მათი თითოეული ბუმბული მიზანს ემსახურება. ყოველი ყინულოვან ზღვაში ჩაყვინფლა გადარჩენის ნაწილია. თუნდაც მათი ერთმანეთთან მჭიდრო შეხება, ეს მილიონობით წლის განმავლობაში ძლიერ სიცივესთან შეგუების შედეგია. მაგრამ ამის სანაცვლოდ ცხოვრება ძალიან რთულია. თითქმის არც ერთი სხვა ცხოველი ვერ გადაიხდის იმ ფასს, რაც საჭიროა ანტარქტიდაში სიცოცხლისთვის. სხვა ცხოველები ზამთარში თბილ ადგილებში გარბიან, ხოლო იმპერატორი პინგვინები პირიქით იქცევიან. მათ გამრავლების სეზონი სწორედ ანტარქტიდის ყველაზე მკაცრ პერიოდში იწყებათ.
როდესაც მზე ქრება და ტემპერატურა კიდევ უფრო ეცემა, სწორედ მაშინ შედიან ისინი ყინულის კონტინენტში. ცხოველების უმეტესობისთვის ზამთარი უბრალოდ გადარჩენის დროა. მაგრამ იმპერატორ პინგვინებისთვის ეს ერთადერთი დროა. ეს არის დრო, როდესაც შეიძლება დაიწყოს ახალი სიცოცხლე. და მიუხედავად იმისა, რომ სასტიკად ჟღერს, ამის ზუსტი მიზეზი არსებობს. როდესაც ანტარქტიდაზე ზღვის ყინული ფართოვდება, მაშინ ყინული საკმარისად მტკიცე ხდება, რომ პინგვინების უზარმაზარი კოლონია დაიჭიროს. მათ სჭირდებათ ფართო და მყარი პლატფორმა, ბრტყელი, სქელი და შორს ზღვის მტაცებლებისგან. თუ ზაფხულს დაელოდებიან, ყინული გათხრდება და მათი ბარტყები უკვე ღია ოკეანით გარშემორტყმულები გამოიჩეკებიან. ამიტომ ისინი ადრე იწყებენ მოგზაურობას. სიბნელეში გრძელი რიგები პინგვინებისა ნელა მიემართებიან ანტარქტიდის სიღრმისკენ. ისინი მიდიან ისეთ ადგილას, რომელიც შეხედვისას თითქოს usიცოცხლოა. ეს არის უზარმაზარი გაყინული ველი, რომელიც მთელი ზამთარი გაყინული რჩება და მხოლოდ იმდენია, რომ ერთი ბარტყი გაზარდონ და თითეული მდედრი მხოლოდ ერთ კვერცხს ხსდებს. ერთი შანსი, ერთი სიცოცხლე. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია კვერცხის მამრ პინგვინთან გადაცემა. გადაცემა უნდა იყოს იდეალური, რადგან თუ კვერცხი თუნდაც რამდენიმე წამით შეეხო ყინულს, მაშინვე გაიყინება და მოკვდება. იმ ფრთხილი გადაცემის შემდეგ მათი გზები გაიყოფა. მდედრები დაბრუნდებიან ზღვაში საკვების მოსაძებნად. ხოლო მამრები დარჩებიან სიბნელეში. ისინი დაიცავენ კვერცხს წლის ყველაზე ცივ თვეებში და აქ იწყება მათი ნამდვილი გამოცდა. თითქმის 4 თვის განმავლობაში მამრი პინგვინები მხოლოდ სიბნელეში იდგებიან. საჭმლის გარეშე ისინი მარხულობენ და კვერცხს ინკუბაციას უკეთებენ. ნელ-ნელა მათი მეტაბოლიზმი ნელდება და კვირების გასვლასთან ერთად მათი სხეულის ცხიმი ნელ-ნელა ილევა. ბოლოს მათ მხოლოდ თავდაპირველი წონის თითქმის ნახევარი რჩებათ. ამასთან ერთად თოვლის ქარიშხლები კიდევ უფრო ძლიერდება, მაგრამ გადარჩენისთვის მათ აქვთ ერთი შესანიშნავი გადარჩენის სტრატეგია. მჭიდრო შეჯგუფება. მაგრამ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი შეკრება არ არის. ეს ცოცხალი სისტემა გავს. მთელი ჯგუფი ნელ-ნელა მოძრაობს. ისინი ადგილებს ცვლიან, რათა არც ერთი პინგვინი არ დარჩეს ძალიან დიდხანს ცივ ქარში. ჯგუფის კიდეზე. რაც ყველაზე საოცარია, მათ ლიდერი არ ყავთ. არავინ აძლევს ბრძანებებს. მთელი ჯგუფი ცოცხლობს მათი უწყვეტი და ნელი ერთობლივი მოძრაობის წყალობით. შეკლულ ჯგუფში სითბო შეიძლება თითქმის 70 გრადუს ფარენჰაიტს მიაღწიოს. მაგრამ იქიდან მხოლოდ რამდენიმე ინჩის დაშორებით ჰაერის ტემპერატურა შეიძლება -80 გრადუს ფარენჰაიტს მიაღწიოს. ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლესა და სიკვდილს შორის მხოლოდ თხელი ზღვარია. ამ ყველაფრის დროს თითოეული მამრი პინგვინი კვლავ ფეხებზე იჭერს კვერცხს. ის დამალულია მის მუცელზე არსებულ სპეციალურ კანის ნაკეცის ქვეშ და თუ ის დაუცურდებათ, ყველაფერი დასრულებულია. ამიტომ ისინი თითქმის არ მოძრაობენ. ისინი უბრალოდ დგანანი ყოველდღე. ისინი ებრძვიან შიმშილს, ძლიერ ქარს და ძალიან მჭიდრო ჯგუფში ყოფნის წნეხს. ძალიან ბნელის შემდეგ, ნახევარი თვის განმავლობაში, ნელ-ნელა ბრუნდება სინათლე ანტარქტიდაში. ქარი სუსტდება და მამების ბუმბულის ქვეშ ისმის სუსტი ხმები. ეს არის ახლად გამოჩეკილი ბარტყების პირველი ჭიკჭიკი. ბარტყების გამოჩეკვის შემდეგ მამრ პინგვინებს თითქმის აღარ შეუძლიათ დგომა. ისინი ძალიან გამხდრები არიან, ძალიან სუსტები. ამასობაში მდედრი პინგვინები ჯერ კიდევ ზღვაში არიან. ისინი აგრძელებენ ჭამას და აგროვებენ ძალას დაბრუნებისთვის. და როცა ისინი ბრუნდებიან, ისეთ რამეს აკეთებენ, რის დაჯერებაც თითქმის შეუძლებელია. ათასობით პინგვინის შუაგულში, მთელი კოლონიის ხმაურში, ისინი პოულობენ საკუთარ პარტნიორს და ბარტყს მხოლოდ ერთმანეთის უნიკალური ხმოვანი სიგნალით. თითოეულ პინგვინს თითქოს საკუთარი ხმის უნიკალური ნიშანი აქვს და სწორედ ამას მიყვებიან ისინი არეულობის შუაგულში. როდესაც ბარტყი უსაფრთხოდ გადაეცემა დედას, მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ მამრი პინგვინები თავიანთ ბოლო მოგზაურობას უკან ზღვაში. მაგრამ ესეც კიდევ ერთი დიდი გამოცდაა. 100 დღეზე მეტი შიმშილის შემდეგ მათ სხეულში თითქმის აღარ დარჩენილა ძალა და ყველა ვერ ბრუნდება ცოცხალი. მაგრამ ვინც წყალს მიაღწევს, თითქმის მაშინვე ყვინთავს, რომ ჭამოს და ანტარქტიდის მოკლე ზაფხულში ძალები აღიდგინოს. მათთვის ყველაზე რთული ნაწილი დასრულებულია, მაგრამ ახლად გამოჩეკილი ბარტყებისთვის ნამდვილი ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება. რადგან ისინი დაიბადნენ დედამიწაზე ყველაზე ცივ ადგილას, ყინული ნელ-ნელა იშლება. თითქოს ოკეანე თავიდან იღვიძებს. პლანეტის მოძრაობა იცვლება. დედამიწა ოდნავ იხრება სეზონების შეცვლისას. და ნელ-ნელა თითქოს ხოხმანით სინათლე ბრუნდება ანტარქტიდაზე.
ეს იწყება როგორც თხელი, ლურჯი ხაზი შორეულ ჰორიზონტზე. შემდეგ ის ნელ-ნელა ფართოვდება, სანამ არ გადაიქცევა მკრთალ სინათლედ, რომელიც ეცემა დიდი ყინულის კედლებზე. ყოველდღე მზის სხივი უფრო და უფრო მაღლა იწევს. სიცივე არ ქრება, მაგრამ მისი სიმკაცრე სუსტდება, ჩრდილები მოკლდება. და ნელ-ნელა ფერი უბრუნდება გაყინულ კონტინენტს. ანტარქტიდა თითქოს ხელახლა სუნთქავს ძალიან გრძელი სიბნელის შემდეგ. და როცა სინათლე ძლიერდება, ყინულიც პასუხობს. ადრე თითქოს უზარმაზარი გაყინული ციხესიმაგრე იყო, რომელიც თელ კონტინენტს ფარავდა, ეხლა იწყებს უკან დახევას. მისი კიდეები იბზარება, ქვემოდან თხელდება და ზღვა ნელ-ნელა იბრუნებს იმ ადგილებს, რომლებიც ზამთარმა დაიკავა, ყინულის დნობასთან ერთად. წყლის ქვეშ კიდევ ერთი მშვიდი ცვლილება იწყება. რადგან მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიდის ზაფხული ჯერ კიდევ ცივია, ოკეანე სავსეა სიცოცხლით. ნახევარი წლის სიბნელის შემდეგ პირველად მზის სხივები კვლავ აღწევს ზღვაში. და ამის გამო მილიონობით მიკროსკოპული მცენარე, რომელსაც ფიტოპლანქტონი ეწოდება, სწრაფად მრავლდება. ისინი წარმოუდგენლად სწრაფად მრავლდებიან. ზოგჯერ ეს იმდენად ძლიერია, რომ ოკეანის დიდი ნაწილები მწვანედ იღებება, რაც კოსმოსიდან ფანამგზავრებიდანაც კი ჩანს. და ამ პატარა ორგანიზმების ეს ერთი, შეხედვით უბრალო გამრავლება, სწორედ ის არის მთელი სამხრეთის ოკეანის საკვები, ჯაჭვის საფუძველი. ფიტოპლანქტონის შემდეგ მოდის კრილი, მილიარდობით კრილი. ისინი ძალიან პატარა არიან, მაგრამ თითქმის მთელი ანტარქტიდის ეკოსისტემა მათზეა დამოკიდებული. სწორი დროის შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია. კრილს სჭირდება გათბობა და ყინულის დნობა. მტაცებლებს კრილი სჭირდებათ გადარჩენისთვის, ხოლო პინგვინებს ორივე სჭირდებათ. როდესაც ოკეანე უფრო ცოცხალი ხდება, ანტარქტიდის მთელი სანაპიროც უცებ აქტიური ხდება. ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩნდება, არის ადელი პინგვინები. ისინი იმპერატორ პინგვინებზე პატარა არიან, მაგრამ სწრაფები, მამაცები და კარგად მოძრაობენ ხმელეთზე. ისინი ბრუნდებიან კლდოვან სანაპიროებზე, სადაც თოვლი უკვე დადნა და იქ იწყებენ ბუდეების აშენებას, პატარა ქვებით. თითო ქვა. ხანდახან ისინი ქვას სხვა ბუდიდალაც კი იპარავენ. თითქოს დაუსრულებელი ბრძოლაა ტერიტორიისთვის და ბუდის მოწყობისთვის. უფრო ჩრდილოეთით კი გენტუს პინგვინები მოდიან მას შემდეგ, რაც ზამთარში საკვების მოსაპოვებელ შორეულ მოგზაურობებზე იყვნენ ზღვაში. მათ ურჩევნიათ სანაპიროები, სადაც თითქმის არ არის ყინული. და ისინი მზად არიან ძალიან შორს იმოგზაურონ, მხოლოდ იმისთვის, რომ იპოვონ შესაფერისი ადგილი. მათი გამრავლების ციკლი უფრო მოქნილია, სხვა პინგვინებთან შედარებით. ისინი უფრო სწრაფად ერგებიან სვალებად გარემოს. შემდეგ კი ქინსტრაპ პინგვინები გამოჩნდებიან კუნძულებსა და ნახევარკუნძულებზე, სადაც ზაფხული მოკლეა, მაგრამ პროგნოზირებადი. მათ სახელი მიიღეს მათი წვრილი შავი ზოლის გამო, რომელიც მათ ნისკარტის ქვეშ აქვთ და გავს სამაგრს. მაგრამ მათი გადარჩენის ნამდვილი საიდუმლო დროის სწორად შერჩევა. ისინი ზუსტად იმ დროს ბრუნდებიან, როცა კრილის რაოდენობა ყველაზე მეტია. თუ ადრე დაბრუნდებიან, პარტყები შიმშილით დაიხოცებიან. თუ დააგვიანებენ, ზრდასრული პინგვინები დარჩებიან საკვების გარეშე. ანტარქტიდაზე ყველაფერი სწორ დროზეა დამოკიდებული. თითოეული ბუდე, თითოეული მიგრაცია, თითოეული კვერცხის გამოჩეკვა, ყველაფერი ზღვის მოძრაობაზეა მორგებული და რაც უფრო აქტიური ხდება ზღვა, მით უფრო იზრდება საფრთხეებიც. სელაპები ჩნდებიან გატეხილ ყინულებს შორის. სულ რამდენიმე კვირის წინ ისინი გაყინულ წყალში ნადირობდნენ. ლეოპარდის სელაპები კი დნობადი ყინულის კიდეზე ელიან. ყინული მალე დადნება. ისინი ელიან ახალგაზრდა პინგვინებს, რომლებიც პირველად შედიან ზღვაში. ჩუმად ცურავენ. ისინი ჩრდილებივით ნელა ეძებენ მოძრაობას. ცაში კი გიგანტური პეტრელები სანაპიროსთან თრიალებენ. ისინი ყოველთვის ელიან შესაძლებლობას. და ცივი ტალღების ქვეშ ნელა ცურავენ ორგები. სწრაფი, ჩუმი და მათი ყოველი მოძრაობა უკიდურესად ზუსტია, როცა ისინი ნადირობენ გაყინულ ოკეანეში. საფრთხესაც სხვადასხვა ფორმა აქვს. ორგების ნადირობა დამოკიდებულია მათ ჯგუფზე. ზოგიერთი ჯგუფი სპეციალიზებულია ბეჭდების დაჭერაში, სხვები კი პინგვინებზე ნადირობენ. და არიან ისეთებიც, რომლებიც გუნდურად მუშაობენ, რათა ძლიერი ტალღები შექმნან, რომლებიც ყინულს ეჯახება და ბოლოს მათი მსხვერპლი ზღვაში ვარდება. ისინი ანტარქტიდის ოკეანის ნამდვილი მეფეები არიან. და როცა ზაფხულში ყინული დმება, მათი სამოძრაო ტერიტორია კიდევ უფრო ფართოვდება. ანტარქტიდის ცხოველების უმეტესობისთვის ეს კეთილდღეობის დროა. მოკლე პერიოდი, როდესაც ბევრი საკვებია. ყინულებს შორის გადაადგილება უფრო მარტივია და მთელი ოკეანე უფრო ცოცხალია. მაგრამ კონტინენტის სიღრმეში თითქოს ამ ყველაფერს ჯერ კიდევ აზრი არ აქვს. რადგან სანაპიროდან შორს არიან, იმპერატორი პინგვინები კვლავ ყინულოვან მიწაზე დგანან. მათ ახლად გამოჩეკილ ბარტლებს იცავენ ზამთრის დარჩენილი სიცივისგან. მათი სამყარო თითქოს რამდენიმე კვირით ჩამორჩება ანტარქტიდის სხვა ნაწილებს.
და იშვიათად ემთხვევა ეს ორი სეზონი სრულყოფილად. სანამ სანაპიროზე ზაფხულია, კონტინენტის შიგნით ისევ ზამთარია. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ანტარქტიდაზე პინგვინების ცხოვრება ასე განსხვავებულია. მხოლოდ ბიოლოგია არ განსაზღვრავს, როგორ გადარჩებიან ისინი. აქ ასევე მნიშვნელოვანია გეოგრაფია, ყინულის მოძრაობა და სინათლის ცვლილება, რომელიც თითქმის ყველა სიცოცხლეს ამ ადგილას აკონტროლებს. და შემდეგი რაც პინგვინს დაემართება, ასევე დამოკიდებულია იმ ადგილზე, რომელიც საცხოვრებლად აირჩია. და ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი მაგალითი ამის შეიძლება ვიპოვოთ შორეულ კუნძულებზე, რომლებიც ანტარქტიდიდან 1000-ზე მეტი მილის დაშორებით მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც ზაფხული უბრალოდ არ ბრუნდება, არამედ თითქოს სიცოცხლე პეთქავს. ეს არის სამხრეთ ჯორჯია, სუბანტარქტიკული კუნძული, რომელიც თითქმის ზედმეტად კეთილდანწყობილია მის სამხრეთით მდებარე სასტიკ კონტინენტთან შედარებით. აქ ზაფხული უფრო გრძელია, ზღვის საკვები უფრო უხვადაა და მის გარშემო ოკეანის ფსკერის ფორმაც განსხვავებულია. ამიტომაც ზღვის ფსკერიდან ზედაპირზე ამოდის უამრავი საკვები ნივთიერება, სივი და თბილი დინებები ერთმანეთს ეჯახება, ხოლო ღრმა წყლები მუდმივად ზევით მოძრაობს. შედეგად ეს ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული საზღვაო გარემოა მთელ დედამიწაზე. ეს თითქოს გიგანტური ბუფეტია საკვებით ყველა მტაცებლისთვის, მძორი ჭამიებისთვის და ზღვის ფრინველისთვის გარშემო. და ამ ყველაფრის შუაგულში, ვიწრო სანაპიროზე, რომელსაც სენტ-ენდრიუსის ყურეს უწოდებენ, მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მეფე პინგვინების კოლონია პლანეტაზე. თუ შორიდან შეხედავ, მთელი ადგილი თითქოს ერთ მოძრავ ხალიჩას გავს, შავი, თეთრი და ოქროსფერი ფერებით. მაგრამ როცა მიუახლოვდები, მაშინ იგრძნობ მის ნამდვილ მასშტაბს. 9 მილიონზე მეტი მეფე პინგვინი ირევა სანაპიროზე, ველზე და თუნდაც აღმართებზე, რომლებიც მყინვარებთან ახლოსაა. ერთმანეთს სხვადასხვა ხმებით ეძახიან, სანამ ყველაფერი თითქოს ქაოსად არ იქცევა. მთელი კოლონიის ხმა ძლიერ მეტალურ ღრიალს გავს. ათასობით მშობელი და ბარტყი ერთდროულად ეძებს ერთმანეთს ამ ხმაურის შუაგულში. და ეს სრულიად განსხვავდება იმპერატორ პინგვინების სამყაროსგან, რომელიც ცოტა ხნის წინ დავტოვეთ. მეფე პინგვინები კონტინენტის სიღრმეში არ მიემართებიან. ისინი არ ინკუბირებენ კვერცხებს სიბნელეში, როცა ქარბუქში თავიანთ თავშესაფარში იბრძვიან. მათი გადარჩენის სტრატეგია ერთ უბრალო უპირატესობაზეა დაფუძნებული. მათ არასდროს აკლიათ ზღვის წვდომა. საკვები ყოველთვის ახლოსაა. ისინი პირდაპირ მიწაზე მრავლდებიან. არც ყინულია, არც გაყინული პლატფორმა. და არც სასტიკი ზამთრის გადარჩენის გამოწვევა, როგორც იმპერატორებს აქვთ. მათი ბუდე მარტივია. უბრალოდ პატარა თავისუფალი ადგილი კოლონიის შუაგულში, სადაც ძალიან მჭიდროა ყველაფერი, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ გარემო უფრო მარტივია, ისინი უფრო ნელა ზრდიან ბარტყებს. 14 თვეზე მეტი სჭირდება, სანამ ერთი მეფე პინგვინის ბარტყი სულად გაიზრდება. ზოგჯერ კი ზოგიერთი წყვილი გამრავლების სეზონსაც კი აცდენს, რადგან ბარტყის გაზრდა სხვა სეზონამდე გრძელდება. იმ დროს, როცა იმპერატორ პინგვინის ბარტყი უკვე გამოიჩეკება და სწრაფად სწავლობს გადარჩენას, მეფე პინგვინის ბარტყს ზოგჯერ მხოლოდ პირველი ნამდვილი ბუმბული ეზრდება. და ეს გრძელი ციკლი მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მუშაობს, რასაც ანტარქტიდა თავად ვერ უზრუნავყოფს. ეს არის სტაბილურობა. სამხრეთ ჯორჯიაში ზღვა თითქმის მთელი წლის განმავლობაში ღია და სეზონის უმეტეს ნაწილში საკვები საკმარისია იმისთვის, რომ მთელი კოლონია გადარჩეს. სამხრეთ ჯორჯიაში კლიმატი უფრო სტაბილურია ვიდრე ანტარქტიდაში. ეს არ ნიშნავს, რომ იქ ცხოვრება უსაფრთხოა, რადგან მეფე პინგვინების მთელი კოლონია ცოცხალ ქალაქს გავს. გავსებულია, ხმაურიანია და მოძრაობა არასდროს ჩერდება. ზრდასრული პინგვინები ერთმანეთს ეჯახებიან, როცა სივრცეს ეძებენ, ადგილს იბრძვიან. ამ დროს კი ბარტყები დიდ ჯგუფებს ქმნიან, რომლებსაც კრეჩები ეწოდება. ეს არის მჭიდროდ შეკრული, ყავისფერი ბარტყების ჯგუფები, რომლებიც ერთად იკრიბებიან, სანამ მათი მშობლები ზღვაში საკვების მოსაპოვებლად მიდიან. ეს ჯგუფები ძალიან ხმაურიანია, ქაოტურია და ისინი მუდმივად იცვლიან ადგილს, როცა მშიერი ბარტყები ერთმანეთს ეჯახებიან. იმედოვნებენ, რომ შემდეგი დაბრუნებული მათი საკუთარი მშობელი იქნება. ამ დროს ზრდასრული პინგვინები აგრძელებენ ოკეანეში ღვინთვას, რომ დაიჭირონ მანათობელა თევზი, კალმარი და კრილი. ეს არის საწვავი, რომელიც ამ რეგიონში მთელ ეკოსისტემას ამუშავებს, მაგრამ სადაც სიცოცხლე ბევრია, მტაცებელიც ბევრია. კოლონიის კიდეზე სკუები დაძრწიან და ეძებენ დაუცველად მიტოვებულ კვერცხებს ან ბარტყებს. ზემოდან კი გიგანტური პეტრელები ჩუმად დაფრინავენ და კოლონიას აკვირდებიან. ეძებენ სუსტ ან დაჭრილ პინგვინს. ხოლო ზღვის ნაპირზე ბეწვიანი სელაპები და სპილო სელაპები ელოდებიან ნებისმიერი პინგვინის ერთ არასწორ ნაბიჯს, თუ ის ნელა იმოძრავებს ან შეყოყმანდება. შორიდან სვაში ორკები სწრაფად ცურავენ და ერთად ნადირობენ. ხანდახან ისინი პინგვინებს უფრო ღრმა და საშიშ წყლებში აძალებენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეფე პინგვინები მაინც ცოცხლობენ.
ეს არა იმ გამძლეობის გამოა, როგორიც იმპერატორ პინგვინებს აქვთ, არამედ მათი რაოდენობისა და სწრაფი მოძრაობის გამო. რადგან წყალში უამრავი საკვებია, რაც მათ ეხმარება, მათი სტრატეგია მარტივია. ნელ-ნელა გაზარდონ ბარტყები. ბარტყები საკმარისად გამოყვებონ და გადარჩნენ მანამ სანამ შემდეგი სეზონი არ დადგება. მიუხედავად იმისა, რომ ანტარქტიდა ყინულის კონტინენტად არის ცნობილი, სამხრეთის ოკეანის კიდეები სრულიად განსხვავებულად გამოიყურება. ყინულის ველების ნაცვლად აქ შეხვდებით სხვადასხვა კუნძულებს, კლდეებს, ბალახიან მინდვრებს და ქვის სანაპიროებს, სადაც პინგვინები ცდილობენ გადარჩენას ისეთ ადგილებში, რომლებიც თითქოს შეუძლებელია საცხოვრებლად. ეს არ არის დიდი იმპერატორი კოლონიების შუაგულ კიდეებზე და არც სამხრეთ ჯორჯიის მჭიდროად დასახლებული მეფე პინგვინების კოლონიებია. ეს უფრო პატარა სამყაროები ერთმანეთისგან დაშორებული, უფრო ქარიანი, უფრო ციცაბო და უფრო სწრაფად ცვალებადი, ვიდრე ის ადგილები, რომლებიც უფრო ახლოსაა სამხრეთ პოლუსთან. მაგრამ გასაოცარია, რომ სწორედ აქ ცხოვრობს პინგვინების უმეტესობა. ისინი ერიდებიან ანტარქტიდის ყველაზე შიდა ნაწილებს. მათ არ უყვართ ძალიან გრძელი და ბნელი ზამთარი. ამის ნაცვლად ისინი ცხოვრობენ სამხრეთის ოკეანის კიდეზე სხვადასხვა პირობებთან ადაპტაციით. მათთვის აქ ევოლუცია უნდა იყოს მოქნილი. რაც უფრო ჩრდილოეთით მიდიხარ, სანაპიროები უფრო ციცაბო და ქარისგან ჩამოყალიბებულია. ეს არის როკ-ჰოპერ პინგვინების ტერიტორია და მათ გადარჩენის გზა მარტივი, მაგრამ ძლიერი აქვთ. ისინი ხტებიან ძლიერ ტალღებში, ადიან ციცაბო კლდეებზე და ბუდეს იშენებენ ისეთ ადგილებში, სადაც მისვლა თითქმის შეუძლებელია. მაგრამ ეს ძალისხმევა ღირს, რადგან იქ ისინი დაცულები არიან მტაცებლების უმეტესობისგან. დიდი ტალღები მათ ბუდეებამდე ვერ აღწევს. და მათ ქვემოთ არის ცივი და საკვებით მდიდარი ზღვა. როკ-ჰოპერი არ არის დამოკიდებული ზღვის ყინულზე, ან სტაბილურ ამინდზე. ისინი ეყრდნობიან საკუთარ სისწრაფესა და მოქნილობას. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მათ შეუძლიათ იცხოვრონ ისეთ ადგილებში, სადაც თითქმის არც ერთი სხვა პინგვინი არ გაბედავს მისვლას. მათი გადარჩენა დამოკიდებულია უწყვეტ მოძრაობასა და სწრაფ გადაწყვეტილებებზე. და ამჟამად სწორედ ეს მოქნილობა ეხმარებათ, რომ კარგად გაუმკლავდნენ გარემოს. მათ გარშემო სწრაფად იცვლება ყველაფერი, შემდეგ კი ლანდშაფტი ისევ იცვლება. ფოლკლენდის კუნძულები თითქმის მშვიდად გამოიყურება ანტარქტიდასთან შედარებით. აქ არის გორაკები, მაღალი ბალახი, მუქი და სველი ტორფის ნიადაგი და გრძელი პლაჟები. რამდენიმე სახეობის პინგვინი ერთად ცხოვრობს აქ. მაგრამ თითოეულს თავისი გზა აქვს მიწის გამოყენების. მაგელანის პინგვინები მაგალითად ხრიან სოროებს მიწაში. იქვე ზრდიან თავიანთ ბარტყებს მიწის ქვეშ. და როცა სეზონი კარგია, ფოლკლენდის კუნძულები სთავაზობს იმას, რაც იშვიათია სამხრეთის ოკეანეში. უფრო გრძელი და რბილი ზაფხული. ამის გამო მათ უფრო მარტივად შეუძლიათ თავიანთი ბარტყების გაზრდა. ამ სანაპიროებზე ასევე ცხოვრობენ გენტუს და როკ-ჰოპერის პინგვინები. ყოველ სახეობას თავისი ადგილი აქვს ბალახში, კლდეებსა და ზღვის ნაპირზე. სხვა კუნძულთა ჯაჭვებზე, როგორიცაა სამხრეთ სენდვიჩის კუნძულები და სამხრეთ ორკნეის კუნძულები, სხვა სახის გამოწვევებია. ციცაბო რელიეფი, ცვალებადი ყინული და მოულოდნელი ქარიშხლები. აქ კი მაკარონის პინგვინები დომინირებენ. მათი კოლონიები მდებარეობს უფრო სველ და სრიალა ფერდობებზე, სადაც თითქოს შეუძლებელია ცხოვრება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ათასობით პინგვინი მაინც ყოველწლიურად ზრდის ბარტყებს იქ. მაგრამ სანამ მათი ცხოვრება გრძელდება, უფრო დიდი ცვლილება ნევნელა უახლოვდება. ეხლა ანტარქტიდის ნახევარკუნძული ეხლა ძალიან სწრაფად თბება. ისეთი სწრაფია, რომ მეცნიერთაც კი აოცებს. ნელ-ნელა მცირდება მყინვარები. ფაულის სტრუქტურა იცვლება, ადგილები, რომლებიც ადრე ზამთარში იყინებოდა, ახლა უბრალოდ ღია წყალია, ამასობაში პლაჟები, რომლებიც ადრე მთელი სეზონის განმავლობაში სტაბილური იყო, ეხლა უფრო ადრე ინგრევა, ან ზიანდება და ამას პინგვინები მაშინვე გრძნობენ. ადრე პინგვინები, მაგალითად, დიდი ხანია ცნობილია როგორც ნამდვილი ყინულის პინგვინები. ადრე ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ ჩრდილოეთ ნახევარკუნძულზე. ისინი ეყრდნობიან პროგნოზირებად, ზღვის ყინულს საკვების საფოვნელად და სტაბილურ ზაფხულს ბუდობისთვის. მაგრამ როცა ზღვის გაყინვა იგვიანებს, ან როცა ყინული ძალიან ადრე იშლება, მათ მთელი გამრავლების გრაფიკი ეშლებათ. ბევრი კოლონია უკვე შემცირდა. ეს იმიტომ არაა, რომ ისინი სუსტები არიან, არამედ იმიტომ, რომ გარემო აღარ მიყვება იმ რიტმს, რომელსაც ისინი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიყვებოდნენ. მაგრამ საპირისპირო ხდება ჯენტუ პინგვინებთან. მათთვის ცვლილება შესაძლებლობაა. მათ უფრო მეტად უყვართ ღია წყლები. და ისინი უფრო სწრაფად ერგებიან, როცა პირობები იცვლება. როდესაც ნახევარკუნძული თბება, ისინი ნეღმელა გადადიან ჩრდილოეთიდან და მიემართებიან უფრო ცივ სამხრეთის ნაწილში. ადგილები, რომლებიც ადრე მათთვის ძალიან ცივი იყო. და ეს აჩვენებს, რამდენად სწრაფად შეიძლება ველური ბუნება შეიცვალოს.
და ასევე რამდენად სწრაფად იცვლება მათი საკუთარი სამყაროც. ჩინსტრაპის პინგვინები კი თითქოს ორ სამყაროს შორის არიან. ისინი ცხოვრობენ კლდოვან ფერდობებზე, რეგიონის სხვადასხვა ნაწილში. ისინი შესანიშნავი მონადირეები არიან, სწრაფები და ეფექტურები წყალში, მაგრამ ერთი დიდი პრობლემა აქვთ. ისინი ძალიან დამოკიდებულები არიან კრილზე. როცა კრილის რაოდენობა მცირდება, მათ კოლონიებიც თანდათან მცირდება. და აქ ჩანს თითოეული სახეობის დიდი განსხვავება. სანამ ზოგი პინგვინის რაოდენობა იკლებს, სხვები კი პირიქით აფართოებენ ტერიტორიას. ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეფექტი განსხვავებულია თითოეულ სახეობაზე, პრობლემის მიმართულება ერთია. სამხრეთის ოკეანე უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე ბევრი პინგვინის ადაპტაციის სიჩქარეა. ზოგი მათგანი შეძლებს ახალ ადგილას გადასვლას. ზოგი გადარჩება მათი ქსევის შეცვლით და არიან ისეთებიც, რომლებიც შეიძლება სამუდამოდ გაქრნენ იმ ადგილებიდან, სადაც ოდესღაც პატონობდნენ. რადგან მთელი მათი ისტორიის განმავლობაში პინგვინები ყოველთვის ამ სამყაროს ზღვარზე ცხოვრობდნენ, მაგრამ ახლა ეს ზღვარი ნელ-ნელა იცვლება და თითოეული სახეობა უნდა გადაწყვიტონ, შეძლებენ თუ არა ამ ცვლილებასთან შეგუებას თუ ვეღარ.